ამერიკაში ჰელოვინი ტკბილეულის გარეშე არ არსებობს. ტრადიციულად საშიშ კოსტუმებში გამოწყობილი ბავშვები კარებზე აკაკუნებენ, ადამიანებს აშინებენ და სანაცვლოდ შოკოლადებს და კანფეტებს იღებენ საჩუქრად. ასე დროს არავინ ფიქრობს, რომ უცხო ადამიანისგან გამორთმეული ტკბილეულის შესაძლოა სასიკვდილო იყოს. ყოველ შემთხვევაში ასე იყო იქამდე, სანამ ეს გამაოგნებელი შემთხვევა მოხდა. 1974 წლის 31 ოქტომბერს ჰიუსტონის პრესტიჟულ რაიონში მცხოვრებმა რონალდ ობრაიენმა ხელი მოჰკიდა თავის 8 წლის ვაჟს ტიმოთის და 5 წლის გოგონას ელიზაბეთს, რომლებიც სამასკარადო კოსტუმებში იყვნენ გამოწყობილები და ჰელოვინზე წაიყვანა. ქუჩაში ნაცნობებით შეხვდნენ და ყველანი ერთად გაემართნენ გასართობად. თუმცა მალევე გაწვიმდა და სადღაც 9 საათში ობრაიანებს სახლში დაბრუნება მოუხდათ. ბევრი ტკბილეული ვერ შეაგროვეს, თუმცა ამის გამო ხასიათი არავის გაფუჭებია. ძილის წინ მოსიყვარულე მამამ ბავშვებს უფლებაც მისცა მათი საყვარელი პიქსის ტიქსის კანფეტებიც ამოერჩიათ. მოგვიანებით აქვითინებული მამა ჟურნალისტებს ეტყვის. ოთახიდან გასვლისთანავე ტიმის ხმა შემომესმა. ის მეძახდა: მამა, მუცელი მტკივა. ის იგრიხებოდა, აღებინებდა და ჰაერი აღარ ყოფნიდა. შემდეგ კი გონება დაკარგა. კაცმა მაშინვე 9-1-ზე დარეკა. ბავშვი საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა იქ მომჯობინების ნაცვლად მისი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. საათნახევრის შემდეგ ტიმ ობრაიენი გარდაიცვალა. ბავშვის სიკვდილის შემდეგ ობრაიანების სახლში პოლიცია მივიდა. მათ ყველაფერი გაჩხრიკეს. ექსპერტიზაზე წაიღეს მთელი საკვები, რაც სახლში იყო და მათ შორის ჰელოვინზე საჩუქრად მიღებული ტკბილეულიც. ექსპერტიზის დასკვნა მალევე დაიდო. დადასტურდა, რომ ბავშვი სწორედ პიქსის ტიქსის კანფეტით მოიწამლა, რომელიც ციანიდს შეიცავდა. მეორე კანფეტი, რომელიც 5 წლის ელიზაბეტმა აიღო, საბედნიეროდ შეუჭმელი დარჩა. დაღლილ გოგონას კანფეტით ხელში უბრალოდ ჩაეძინა. მოწამლული კანფეტების ამბავი პრესაში მოხვდა და გამოუგნებელი შინაარსის გამო არა მხოლოდ ტეხასში, სხვა შტატებშიც ელვის სისწრაფით გავრცელდა. დაზაფრული მშობლები პანიკურად ამოწმებდნენ ყველაფერს, რასაც მათი შვილები ჭამდნენ. ტეხასის ხელისუფლებამ მოწოდებას კი გაავრცელა, რომლითაც მშობლებს ურჩევდნენ საქმის გამოძიებამდე ეკონტროლებინათ, რომ ბავშვებს უცხოებისთვის გამორთმეული ტკბილეულობა არ ეჭამათ. გამოძიებას აქტიურად ეხმარებოდა რონალდ ობრაიენიც. მისი ჩვენებების საფუძველზე მნიშვნელოვნად შევიწროვდა იმ ადგილის არეალი, სადაც ბავშვებმა სასიკვდილო ტკბილეული მიიღეს. ამასობაში ექსპერტიზამ ობრაიანების ნაცნობების შვილების მოგროვებული ტკბილეულით შეამოწმა, ვისთან ერთადაც ობრაიანები ჰელოვინზე იყვნენ და პიქსის ტიქსის კიდევ 5 მოწამლული კანფეტი აღმოაჩინეს. ამავე დროს პოლიციას ეჭვი გაუჩნდა. დარდით მოკლული მამა მეტისმეტად აქტიურად იყო ჩართული გამოძიებაში. ერთი მხრივ მას ზუსტად ახსოვდა ყველა კარი, სადაც მისმა შვილებმა დააკაკუნეს, მაგრამ ვერ იხსენებდა, სად მიაწოდეს ბავშვებს ის კანფეტები. სულ მალე გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ რონალდ ობრაიენმა საკუთარი შვილების სიცოცხლე დაასხვია. თითოეულის $20,000. ახლანდელი კურსით და მწყიდველობით ღირებულებით ეს $100,000-ზე მეტია. შემდეგ მან სხვა სადაზღვევო კომპანიაში კიდევ 2 პოლისი გახსნა და თანხები პრაქტიკულად გააორმაგა. შემდგომმა გამოძიებამ დაადგინა, რომ რონალდს ვალები ჰქონდა, დაახლოებით $100,000, რაც ახლანდელი კურსით $500,000 უტოლდება. მისტერ ობრაიენის სანიმუშო მეოჯახედ ითვლებოდა, მაგრამ ძალიან ცუდი მუშაკი იყო. 10 წლის განმავლობაში 21 სამუშაო ადგილი გამოიცვალა. მისმა ცოლმა პოლიციას დაუდასტურა, რომ ოჯახი მუდმივად ვალებში იყო ჩაფლული. ქალმა ჩვენებაში ისიც თქვა, რომ როდესაც ქმარმა უთხრა, რომ ბავშვების დაზღვევას აპირებდა, რაც ისედაც გაჭირვებული ოჯახისთვის დამატებითი ხარჯი იყო, ის გაოცდა, თუმცა მაშინ ვერ მიხვდა, რა საზარელი გეგმა ჰქონდა ქმარს. 1974 წლის 4 ნოემბერს მკვლელობიდან 4 დღის შემდეგ რონალდ ობრაიენი შვილის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს. ჰელოვინამდე 2 თვით ადრე რონალდმა ნაცნობ ქიმიკოს დაურეკა და ჰკითხა, სად შეიძლებოდა ციანიდის შოვნა. ასევე დაინტერესდა, როგორი იყო ადამიანისთვის სასიკვდილო დოზა. ქიმიკოსი ბუნებრივია დაინტერესდა, რაში სჭირდებოდა ეს ინფორმაცია რონალდს, რაზეც მომავალმა მკვლელმა მიზეზად უბრალო ცნობის მოყვარეობა დაასახელა. ამის მერე რონალდი შეეცადა ციანიდი ადგილობრივ სამეურნეო მაღაზიაში ეყიდა. მან გამყიდველს უთხრა, რომ ვირთხების მოწამლვა სურდა. თუმცა მაღაზიაში ციანიდი მხოლოდ დიდი დოზით 2 კილოიანი შეფუთვით იყიდებოდა და რონალდმა გამყიდველს უთხრა, რომ ამდენი არ სჭირდებოდა. საბოლოოდ პოლიციამ მაინც ვერ დაადგინა სადიშოვა მკვლელმა ციანიდი, რომლითაც შვილი მოწამლა.
სამაგიეროდ საზარელი დანაშაულის სურათი სულ უფრო და უფრო ცხადი ხდებოდა. 31 ოქტომბერს ჰელოუინის დღეს რონალდი რაღაც მომენტში მეგობრებს გამოეყო, ერთ-ერთი სახლისკენ გაემართა და უკვე პიქსის შეფუთვით დაბრუნდა. როგორც ჩანს, კანფეტები წინასწარ ჰქონდა სადღაც ეზოში დამალული. თითო შეფუთვა თავის შვილებს მისცა, სამი კი მეგობრების ბავშვებს. ამგვარად ბრალდებას მკვლელობის გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანის მკვლელობის მცდელობაც დაემატა. სასამართლო დანაშაულის ჩადენიდან 7 თვის თავზე გაიმართა. ბრალდების მოწმეებად რონალდის ის მეგობრების გამოვიდნენ, რომელთა შვილების მოკვლასაც რონალდ ობრაიენი ცდილობდა. გამოძიებისთვის კვალის აფნევის მიზნით. ყველაზე შოკის მომგვრელი კი მკვლელის ცოლის, შესაბამისად მოკლული ბავშვის დედის ჩვენება გამოდგა. ქმარმა გაიხსენა, რომ დაკრძალვისთანავე იმავე საღამოს ქმარმა იმაზე წამოიწყო ლაპარაკი, როგორ დახარჯავდნენ სადაზღვევო პრემიას. კაცმა ისიც კი ახსენა, რომ ვალების გასტუმრების მერე ცოლს და გოგონას ფლორიდაში დასასვენებლად წაიყვანდა. ქალმა თქვა, რომ იმდენად იყო დათრგუნული მომხდარით, რომ ვერც კი გაიაზრა ქმრის სიტყვების მთელი ცინიზმი. სადაზღვევო აგენტმა კი თქვა, რომ ობრაიენი მას შვილის სიკვდილიდან სულ რაღაც 2 საათში დაუკავშირდა და თანხის მიღების დეტალებზე დაუწყო გამოკითხვა. 3 ივნისს მხოლოდ 46 წუთიანი თათბირის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა რონალდ ობრაიენი დამნაშავედ გამოაცხადეს. მოსამართლემ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. იმ პერიოდში ტეხასში ელექტროსკამი მოქმედებდა. თუმცა განაჩენის აღსრულებას მთელი 9 წელი ელოდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში რონალდ ობრაიენი კატეგორიულად უარყოფდა თავის დანაშაულს და აპელაციაზე აგზავნიდა. ამ წლების განმავლობაში შტატში ელექტროსკამი სასიკვდილო ინექციამ ჩაანაცვლა. საბოლოოდ ის დღეც მოვიდა. სიკვდილის წინ რონალდ ობრაიენმა თქვა, რადგან უდანაშაულო ვარ, სადარდებელის არაფერი მაქვს. 1984 წლის 31 მარტს რონალდ ობრაიენს ვენაში სასიკვდილო ინექცია შეუყვანეს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მის სიკვდილს მთელი ამერიკა ელოდა. ციხის კართან, სადაც სასჯელის აღსრულება შედგა, უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. 12 საათსა და 48 წუთზე, როცა განაჩენი აღსრულებულად გამოცხადდა. ბევრმა ადამიანმა ჰაერში კანფეტები ისროლა. შვილის მკვლელი რონალდ ობრაიენი კი ისტორიაში კენდი მენის სახელით შევიდა, ან როგორც მას მეორენაირად უწოდებდნენ, ადამიანი, რომელმაც ჰელოუინი მოკლა.